მიხეილ როშჩინი ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს. გადმოაქართულა ლაშა თაბუკაშვილმა. ეს ნანია. ეს კი დათო. ნანის დედა. ნანის მამა. ხათუნა ნანის დის შვილი. დათოს დედა. ქალბატონი დადიანა. ელისო ნანის მეგობარი. გურამი დათოს მეგობარი. ლამაზი ბიჭი. ეს კი მე ვარ დათოს მამა. მე ასე ვიტყოდი ჩემ დათონამ. ბუნებამ სიყვარული ადამიანის სულის სასამაღლებლად შექმნა. არ შეუძლია ადამიანს მარტო იყოს. იმიტომ ცდილობს დაწვრილებას. აბა ისე ვერაფრით ვერ ამოახსება სიცარიერეს. მარტო ხელ ადამიანი ნანიკო ცალი ხელთათმანებითა. გეღვარდეთ ერთმანეთი. გეღვარდეთ. სიცარიელის გეშინოდეთ. სიყვარულის გჯეროდეთ. ჩემგან აგერ მემკვიდრეობაში აი ეს ფოტოსურათები დაგრჩებათ. აქ მთელი ცხოვრება. ჩემნარი რომ იცოდე როგორ მწყდება გული რომ ჩემნა დათონამ არ მოინდომა ფოტოგრაფობა. რატომ? მე ვიტყოდი რომ ესეც ძალიან საინტერესო პროფესია. თქვენ იცით რომ ფოტოგრაფია წამს უკვდავებად აქცევს.
სადაა ეს ოხერი, ა? ყველაფერი შეუჭამია. მილიონერები. ეს ნახოთ რა არის. თუს კომბოსტა. ეს რა არის? ჩაპირულა. აიქო მოხდა რა? ვიცი რა. ნანიკო შენი თვითი რა მოხდა? აგერ მიხედე მამაჩემ მთელი ღამე დაბოდია. ხო, მიხედე, მაგრამ მთელი ღამე ასე დაბოდია. შენ რა გინდა? რაშია საქმე? როგორ ბედავთ ასეთ ლაპარაკს? რა დაბოდია? არა, რა მინდა და ეს მაცივარი რომ გამოათრიეთ აქეთ იმის გრანია. არიცი რა აქ ხათრას დინა? სულაც არ ვიძავს მიან. აქ პატარა ტარაკანები დარბი. რა უნდა ტარაკანი? სათამაშოა ერთ და შენი დიეტა. დაგავიწყდი და რა გითხრა ექიმა შენთვის ჭამა არ შეიძლება. რა გითხრა შენ ექიმა შენთვის ყველაფრის ჭამა არ დამანებეთ თავი თქვენი დიეტით, დამანებეთ. ნანი სად მიდიხარ გენაცვალ? დედა ამ შოხემეზე სად უნდა ნანი შეიძლება ჩემი ლოგინში ანტახი გაი. მარას მიემან. რაო? ნარაზვიო? საიდან ისწავლე ეს სიტყვები მაინტერესებს? საიდან ისწავლე? დაწყნადი გენაცვალე. კარგი და თუ ნახავდა და სამსახური. არა. ხოდა ნანიკოსაც ლექციები წადი შენი ჭი. შენ მაგათი ადვოკატი ხარ. შენ მაგათი ადვოკატი. მოусმინე ერთი როგორ მელაპარაკება მე. დამსდელ მამას. ნანი მარაზვიო. ვინ აწმევდა? ვინ ასმევდა? ვინ ჩააცვა რომ ახლა ჭამასაც მიშვის? არ შეიძლება რომ მომშვიდე? არა, მაინტერესებს, ჩემს საკუთარ სახლში მაქვს თუ არა ჭამის უფლება? გაქვს ბაბუა, გაქვს. არა, იქნება არა მაქვს ბატონო, იქნება არა მაქვს ბატონო. აბა რაშია საქმე? აბა რაც მიგდალა ვერ გავიგე, ბატონო, რაშია? დედა რას ყვიროდა რა მინდა? არაფერს გენაცვალე, რას ყვიროდა მაგ ჭამის უფლება? არა, მაინტერესებს, მაინც. ჩემს სახლში ვარ თუ არა თუ არ ვარ? მამა ხალხობით მაინც მოიხედე უნდა გონიდე ყველა ნერვები მართლა და მართლა. ნერვები მე მაქვს თქვენგან დაწყვეტაზე. უყვას მასწავლი ყლაპი. კარგი დათუნა, კარგი შენი ჭი. მოსამსახურებად დაგიძექეთ. მოსამსახურებად დაგიძექით. ავანწყობი ხალხი. ჩვენ სხვათა შორის სიმშვიდე გჭირდება, სიმშვიდე. შევაბარო სიმშვიდე და ყველგან მიშიგებს აკეთებ. არ გიყვართ ბატონო, არ გიყვართ სიმართლის. ამას დაფასება უნდა. დედა, გესმის უყვასეთ მაგვეთ. გესმის დათუნა სირცხვილია. ჯო 32 პერიკადის შევალიე, ჩემს სამუშაოდ. правильно. ყველა პატივცემ. ესენი კიჩკას ვასწავლია. ლაპები. არა, მაინტერესებს, რატომ მე ჩემს სახლში ვარ თუ არა? იქნებ გმურად ვარ და არ ვიცი. დედა, მამა წაიქცა ეგრე. რაგაციდეთ. აი. რასიციდი. რაგაციდეთ. აი. რაგაციდეთ რა. რაგაციდეთ, აიდენეთ. აცო, რას პამპულო, რა, კაცო. რაგაციდეთ, მოგიცი. ნანი, ნანი, ჩაიცი. ამოდი ჩაიცი დროზე. ბაბუ მიდიან გაიგე. კარგი ახლა ბიჭო, რა ვთქვი ასეთი, არა. თუ მე ხელს გიშლით წავალ. მიდია ბატონო. ბაბალე. კარგი ახლა შესაძლებელი. 20 წელიწადი. ხალებით გაიძეძვა ბინა. აბა დედა შენი და ბაბა შენი მიწაში ჩნიან. წამოდი ახლა შენი ჭი. არქეოლოგები ბრძანდებიან. და მე სიზგიშობ არა? რამდენი ხარ დედა და მამა ცუდად მოახსენებ მე რამდენჯერ? დაიძინე შენი ჭი. მალჩი ტარაკან. დათუნა, წამოდი შენი ჭი. წამოდი. არა. ვიფიქრე კაცო. ერთი სიძე მაინც იცხოვრებს ჩემთან მეთქი. ან ნარც ვითამაშე.
ან თითო ბოთ ღვინოს მაინც დავლეთ სადილად. არა, შენც არ მომიგდე კაცო. სამ სიტყვას თუ გამომიგდეს მთელი დღის განმავლობაში. არა, სეხნიები მაინც არ იყო კაცო, სეხნიები. დათუნა. არა, დავაშავე. არ დააშავე. დავაშავე. დაიძინე, ხა არა, რა მინდოდა სიამტკბილობისა და ჭუკჭუკის მეტი კაცო. დაიძინე მე ვიცი. რუს მე პრომსნაკ. დაიძინე, შენიჭირე. წადი ხა. ეწინა კაცო. სიტყვას ვეღარ გითხრა. წადი შენიჭირე. წადი. დაიძინე ხათუნა შენიჭირე. შენ დაიძინე. შედა სამწუხაროდ დათუნა აბსოლუტურად მართალია. მე ყველაფერს ვაკეთებ შეგო იმისათვის რომ თქვენ კარგად იგრძნოთ თავი. ბადლო. ესე არ არის თუ არა გენაცოლე ჩვენ ხო სიკეთე გვინდა თქვენთვის. აი შენ რომ უხუდოდ გადიხარ ხოლმე მთელი დღე მოსვენება დაკარგული მაქვს რომ არ გაცილდე. ნანიკო რო ხამე წამოიყვირებს გულგახეთქილი შემოუვიბარ თქვენთან სახლში ოთახში. დიახ, დაკარგულების გარეშე. მოგატია დათო თუ ისე ვერ ვიქცევი ხოლმე ხანდახან სულ როგორც საჭიროა მაგრამ რა ვქნა მე მხოლოდ მაშინ ვგნობ ხოლმე თავს მშვიდად როცა თქვენ ყველას ერთად ახედავთ ვიცი რომ დათუნა ახლა ძნელია სატანი გახდა მაგრამ მოუხუცდით შვილო და გვაპატივით გენეცოლი მეწახავთ დარჩით დაიძინე გენეცოლი თქვენით დაიძინე ვაი ებო წავლე არ გეწინოს მე მესმის შენ არ გირჩევნია ხელის გულზე გატარებს დედაშენ ეჭვიანო? კარგი ერთი ბეჭვიანო არა ეს უბრალოდ მომბეზდა ეს შეჯიბრი მზრუნველობაში და მართალი ვთქვათ რაც არ უნდა კარგი მშობლები ყავდეს მაინც არ ხერს მათთან ერთად ცხოვრება თეთო მოიცა შენ სერიოზულად გადაწყვიტე აბსოლუტურად მოგამაგიშო ცოდოები არიან დათო მე სადაპირებ ცხოვრებას თუნდაც ჩემთან შენთან დედაშენთან იპატასკინტელე ოთახში ნუ რა მოხდა მოვიფიქრეთ რამეს ნანი ასე არ შეიძლება გაგრძელდეს ეს ხომ ცხოვრება არაა ნუ კარგი რა გადაბრუნების მეშინია ყველაფერი ისმის შეგონი მე მსიამოვნე დარწმუნებული ვარ რომ არა და მით უმეტეს ნანი ყველაფერი უბრალოდ აიხსნება სანამ შენ დედაშენის კალთასახარ ამოფარებული ჩვენ არაფერი არ გამოგვივა ჩვენ ასე ოჯახს ვერ შეხვდით და მე კიდე ეს ზეციძეობა ბოდიში და აი ყელში მაქვს ამოსული რა აი მაპატია სამი თვეა თქვენთან ცხოვრობ და რა ვქნა ვერ მივეჭი აი რა დათო არ გწხვენია ხო ეს ჩვენებს როგორ უყარხარ ზეთყვებია დიდი მადლობა სხვადასხვა ძველ სლავებს ერთი წესი ქონია თუ სიძე ქალის ოჯახში ცხოვრობდა ცოლის გვერდზე გადაყენდა მინდი რა მოიფიქრე და მოიცი კარგი ხოცებინა წავიდეთ კაპიტული ო კიდე მოიცა დილამდე რო გადავწყვიტე ქარში ირო არა რა აზრია ნინიკო ცოტა ხანი გადავალთ ხო კი მაგრამ შენ რო უჩემოთ არ შეგიძლია ხო და დამოცადოთ საკუთარი თავი ხო გითხოვს მილიონჯერი მაგრამ რო არ შეგიძლია როგორც კიდე ნანი ანტა ხვიდე და კაი ჩემი ზიტოტლი არ გწენია საწახვედით შვილო სად რა შეგიძლია უჩემოთ დაბრუნდით თორემ გამისკდა გული ნანიკო გეხვეწები გენაცვალე დაბრუნდით რა გეწყინათ ამისთანა ზედმეტად თამოყარები ბრძანდებით იყავით მას ნახოთ ერთი რას მოიგებთ ნანი რატო წახვედი იცი როგორი მოწყენილი ვარ ტარაკნებით კი აღარ მაინტერესებს Но человек настойчив. Он не думает отступать. Он всегда в наступлении. Деда! ო როგორც იქნება მომეცი აგაგდო
დედა მთელი ქალაქი წამოუგე. დავაგებია პაპუ. სხვადასხვა დღეს ნანიმ გამოცდა ჩააბარა და მეც ხელფასი ავიღე. გილოცავ გენაცვალე. აი ეს ცენტრის ვიყიდეთ. ხო, ესეც შენ. რა არის, კაპიკი არ გიჩერდება ჯიბეში. მეც მოვცემ. ხო, კარგი პარტია. მადლობა. დედა. აი ეს გამიფუჭდა და გამიკეთე რა. აი მე გაგიკეთე. დადო, კარგი. დადო, მოიწადე. კაჩერი, პარტი, დადო. ბავშვო, მე ხლა თამრიკოსთან მივდივარ, დამიბარა და მალე მოვალ. აბა თქვენც. ხარი, კაჩერი ვიყო. დედა, მოდი. სულელი კარაფები. აჩვენე აბა ჩვენი შენაძენი. ჰოპ. აი რა მშვენიერია, აი, სალამაზია. ვარგიდოდა, ხო გითხოვდი კარგო ეტონებათ. სამზარეულოსთვის ვიყიდეთ. არა გენაცვალე, სამზარეულოსთვის წოდოა ეს არა. ნამდვილად მეწოდი. არა, მედამერი ჩვენ გვიდა კარგად მოვაწყოთ სამზარეულო, ხის თაროებით, ხის დაბალის კამები შევიძინოთ. რადგინდა თაროები ხის. მარუსიამ გენაცვალე იმპორტული სამზარეულო იყიდა, თეთრი ფერი აქვს. ჩვენს მომავალ სახლში არაფერი სტანდარტული არ გაჭედება. ვაი გამოიწე ახლა, როდის გეკნებათ ეს ახალი ბინა? ბინიცის. სტუმრები რომ მოვიდნენ კიდე? მესმის. აი ჩვენ ზუსტად ისე გვინდა ვიცხოვროთ, თითქოს ყოველდღე სტუმრები ყავს. რა აზრი აქვს ამის ყიდვას თუ თვეში ერთხელ ვიხმო? ჯერჯერობით უბრალოდ ჭურჭლითაც კარგად სარგებლობთ. არა მართლა რა ლამაზია. ნანი გენაცვალე, მე ყველაფერი გავრეცხე და გაფენა გაჭირდება. მედამერი, მე ამ საღამოთ უნდა გამერიხა, რატო წუხდებოდი? რა მოხდა გენაცვალე, 3 დღე ვზივარ სახში, თავისუფალი ვარ და რატომ არ გავრეცხო? არა, ხო გთხოვეთ, რომ თუ შეიძლება ჩემ თეატრალს მე თვითონ გავრეცხავ თქო. ჯოვია ნანა გენაცვალე, ეგ საქმე მე მომანდო. ვიცი მე შენი გარეცხვა. აიღებ ამ თითოს მიუშვერ წყალს, გაავლებ და კიდე აიღებ მიუშვერ. სწორია. ჭურჭელს გადასარევად რეცხავ ნანა. სახლის დალაგება როგორი იცის? გადასარევი. საერთოდ კარგი გოგოა. ყავას გადასარევად ხარშავს. არა, მოგივიდა. რა მეცი თამაში? დედა რა არის? ცოტა რა ვთქვი ისეთი მაინც არ მესმის. რა ეწყინა რამე? რა უნდა წყენო და უბრალოდ დაღლილია გამოცდა ჩააბარა. რა მეცი თამაში? კარგი რა დედა, რა მიეცეთ, რა არის? აი შენ კიდე რა გითხრა ახლა ასეთი? აღარ შემიძლია დათო. ხო გთხოვეთ, ცოტა მაინც დამიცავი ამდენ ჭკუის დარიგებას თქო. მე ხო არაფრის უფლება არ მაქვს. მე მესმის მას გულით უნდა დაგვეხმაროს და გვირჩიოს, მაგრამ როგორ ვრეცხავ, როგორ ვკერავ, როგორ ვცეკვავ, გაჩერდი ახლა. გაუთავებელი კომენტარებია. რაფერსაც მე ჩავიცვა, როგორ საკონს ხმარობ, რამდენი კოვი ყავა ჩავყარე და საერთოდ რატომ ხამ ყავას და არა მაინც და მაინც ჩაის. კარგი, მიმაინინო, მოიცადე. განაგ. როგორი ვარცხნილობა მიხდება, როგორ ვაუთხოვებ შარვას. მანეთი დამეხარჯა თუ 3 მანეთი. იცი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ტოკი მირყამდეს გაუთავებლად. დენი. ვთხოვე, ჩემ თეატრეო თუ შეიძლება მე თვითონ გავრეცხავ თქო. არ შემიძლია სხვისი გარეცხილის შეცვლა. არა თუ მე რეცხვა არ მცოდნე. წინ ნერვები აღარ შეჭა. ამიხსენი ჩემგან რა სიტყვა? რა უთხრა რომ თავი დაგვანებოს თუ რა? საქმეც მაგაში რომ მაგას ვერ ეტყვი. მას ხომ გულწრფელად უნდა დაგვეხმაროს და გვირჩიოს მე მის და თუ. ვერც გაიგებს რა პრეტენზიები აქვს ეწყინება მხოლოდ. მოიცე შენ რა თავაზე? დავედეთ რა. სად? ართ მოიფიქრე, სად არ? დავიქირავ? თუნდაც. შენ გესმის რამდენი დაგვიჯდება ჩვენ ექსიამ? დათო, გაუძლებ, ჩვენ ხო თქვი ხელფას მივაყენე. ხელფას არა იმას მოიცადე. მე დიპლომს დავიცავ. ჩვენების დაგვეხმარებიან. ჩვენი როდენდე ვიწოწიალოთ ასე. სანამ ბინას არ მივიღებ, დაბა რა ვქნათ? მე რაღაცა გამოჩდება კიდე. მე მაინც არ მესმის რას გიშავებ შენ დედაჩემ. დათო, ჩემი ახერება არ გეგონოს. ელემენტარული შეუთავსებლობა და მეტი არა. და მით უმეტეს ეხლა რო წავიდეთ, ხო ვერ მიხვდება ამ წასვლის მიზეზს.
მესმის მე დედაჩემი უბრალო ქალია, მაგრამ კარგი დათო, მე ძალიან კარგად ვიცი რომ შესანიშნავი და კეთილი ადამიანია. მარტო გამზარდა. მამაჩემი ვერც კი გვეხმარებოდა გადაყვენ თავის ავტოპცოს და ფოტოებს. ვიცი, ყველა ძალიან მიყვარს და ყველას ძალიან ვაფასებ. მაგრამ მე და შენ ცალკე უნდა ვიცხოვრო. მე კიდე არ მინდა დედაჩემს ვაწყენდი. ცოტა ჩემზეც იფიქრე. მე ზუსტად ისეთი მდგომარეობაში აღმოჩნდი, როგორც შენ იყავი ჩვენ სახლში. კარგი იყო? გაიხსენე? არა, კარგი ბატონო, არაფერს არ ვიტყვი. გავჩერდები და შევესები რომ შევეწყო და გავუღიმო ყოველ წუთს და ყოველ წამს. მაგრამ იცოდე რომ საგიჟეთი დამთავრდება. საგიჟი არა. დათო მე არაფერი არ მაქვს, პირადად მისი საწინააღმდეგო. რამდენჯერ გითხარი დაანებე დედაჩემის ამ ნაცვალ სახელებით ხსენებას თავი მეთქი. რა არის ეს? ის მან მას აგე სულე იდე და არ გეწვენოს არ გინდა დათო რასისა იქნება ასეჯობდეს ახლა სულ დამეკარგები მაგრამ შენ ჩემზე არ იფიქრო მე არაფერი მეჭირს ისე ძნელი კი იქნება უშენო ცხოვრება თავს მოუარე ბიჭო გეუბნებოდი დაბრუნდი მეთქი არა ხარ შენ შეჩვეული უჩვენო ცხოვრებას და ნუჯი უტობ რას გევხარ რას 4 თვია ჩემი ხელი დაგაკვდა და გეტყობა კიდეც მიუწურავდა ზნობ რომ ჩავძურა ნუ რა ჩავძურებოდა მომიხედი აკეთებდი რა ვქნა არ ვიცი და არა და ხელები მაქვს მასში ფლიარი მე წარმოიდგინე შემიძლია გიზმე ხო გოგი შენ ხარ სად ხარ აქამდე ხო მოგიკითხა ნანა ვინ უნდა ვიყოთ მე ნანა და პატა პატა აი ჯიბაძეთან რო იყო ხინკალზე ხო გახსოვს ლამაზი ყვაწი ძალიან ლამაზი ბიჭი ხო არა ნანას და დათოს აღარ მოვაგვარე დროებით ჩემთან იცხოვრებოდა ხო ნანა ნივთების გადმოტანა რა ნივთები მაგო რა უნდა გადმომატანინო ოხ პატა თქო გეუბნები ჯიბაძეთან რო იყო ხო წერებში არა ეჭვიანო ხო დამიკიდა მოგიტყარი ჯეროსები სადმუშაობსო ტელევიზიაშიო თუ იმაშიო რადიოში სადმუშაობ არა მე არ დამიცი მოდი დავლე მოდი პატა იცი რა მოდი ახლა ნანის გაუმართე ჩემს საყვარელ მეგობარს მე როგორ გათხოვილი ხარ? ახლა ორივე წელს ფერატორო უზის და აი მე ახლა დინა ხას ესეთ შეყვარებული წელი როგორ ფურს მე თქვენი მეუღლე რატო მე როგორ დაიმორდა პატა აბა ხა შენ ლექსები გიყვარს აბა მიდი ლექსები მიბოძეთ თქვენი ხელი თუ შეიძლება რატო ისე უბრალოდ გაგიმოდით ესე იგი არის ამ ქვეყნად სვია და ვერხვი არის ამ ქვეყნად სიკვდილი ამ რევოლვერში არის 8 ტყვია ერთ გაიმი მე ხო და თუ გეშინია და მომკალი დათო
მოხვედი. ეხლა მაგარიჩი შეზია. რატო? ბირის საქმე მოვაგვარე. როიტადე რა მოიწვია? არ უცხრავს და ჯერ გასტრონომში ჩავზრიალდეს ჩქარა. კარგად აგიწვია ცხოვრება. ვაი, რატომაც არა. შენ ნახე, რა უშავედ მე შენ წელს, ნახე რა ლამაზი. ზოლი ყავს, ქალის ზოლახას კაკეთს. აი ეს აღარ მოწონს ეს თუ. არ მოწონს? ძალიან. შენ რატო იმღირები? არა? ხო, კარგი ხა ჩადი რა ჩქარა. ერთი წუთი. დანი, მოდი რა. კარგი ახლა რა დროს გაყვან გამოყვან კაცო. მე ილაპარაკე. მოდი არა. აქ დარჩით აქ და აქ ილაპარაკე. თქო ჩქარა, მე მანამდე ყავას მოხარშა. და მოგწენდი. აი ახლა ჩაიცვი და წამოდი ჩქარა. რატო? იმიტომ. აი მეორედ მოსულხარ აქ და მე მევიცი. და თუ არაფერი არ იცი შენ და რატო? ყველაფერი ვიცი. აგესაქმება მკახვალ. გადაირი? მოგენატრა რა ძველი დაქალები. იპოვეს სულიერი მეგობარი. და თუ რას ლაპარაკო? მიუდეს მე მithkom შენახარაგებდა ესეთი სიტყვა. თუნდაც იმში გურამზე. გამაკლია ახლა გურამი შეადარო ამ. აი იმ პიჟოს ახლავე დაგიჩვი. გადაირი და თუ რა მოგივიდა? თროლი ხარ შენ. თვალი მე კერა შენ ახარ ჩაიცვი. განიშვი ხელი. ასადაც არ წამოვა, სადაც გინდა იქ წადი. დიოდი. მაშინ ჩაიხუტე იმ შენელისოს. დიახ, ჩამოხუტე. ოჩახ. შენ ვაჟბატონო. რას იქნება ხელებს? ხომ არაფერი გეშლება? რატომ ახართ კაცები ასეთი იდიოტები? რა გესმის შენ ან მეგობრობის, ან სიყვარულის, ან ადამიანური ურთიერთობის შენ გაჩერდი. კარგი, ნანიზე აღარაფერს ვამბობ, მე რა დაგიშალე? შენ იცი ინჟინერო, რა ბიჭები ევლებოდნენ თავზე ნანის? შენ რომ არა დედოფალივით იცხოვრებდა ახლა. მაგრამ ამ სულელს შენ უყვარ ხარ. ყველაფერი შენთვის უნდა, შენ რითი პასუხობ? არა, ნანი, ცოლად შეგირთო, გესმის? ცოლად შეგირთო და ახლა კუბოსკარამდე ამის მადლიერი ხო უნდა იყო? სხვადასხვა ახლა ომიანობის დრო არ არის. და საკმარისად ახართ კაცები. დროა ბატონო ცოტა შეიცვალოთ ფსიქოლოგია. დროა თქვენ დაგვდევდეთ კუთხში. და მუხლებზეც ეცემოდეთ ჩვენს წინაშე. მარტო ჯამაგირის მოტანა კი არ ქმარა. საერთოდ თუ არ იცი რას ნიშნავს ქალი? არ გესმის რა არის სიყვარული ისწავლე. ხო, მუშტებს კი ნუ იქნება. გამაგებინა ერთი. რამის სანანი შენმა სიყვარულმა, ხლაფორტის, ნერვების დაწყვეტის და გაჭირვების მეტი. მერტო ჩემო სიცოცხლით სავსე გოგო იყავი. ხიარული, ლაღი, ალერსიანი ეხლა დამნაშავესავით დადიხარ, აწურული ერთი კაბისამარა. კაცრა. შენეს არ გაღელებს. არ შეგიძლია. მესმის, მაგრამ ცოტა ადამიანურად მაინც მოიქეცი. უნდა დაუჩოქო შენ ცოლს და პატიება უნდა თხოვო. სხვადასხვის მეც უნდა მითხრა მაპატიო. ჩემი ბრალია, ჩემი. მთელი დღე რომ ქალაქში დავრბივარ და განცხადებებს ვაკრავთ, ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს. შენ რა თქმა უნდა არ შეგეძლო ამის გაკეთება, სათქონდა ამის დრო. ელისო. ყავაში ერთი ჩიკაგოზე გავაკეთე თუ ორი ჩიკაგო. ხო, კარგი ხარ. მოიბრღირებ. მოუხადე შენ ცოლს ბოდიში და მეც ბოდიში უნდა მომიხადოს, ხო? მოუარა შენ ცოლს ბიჭო, მოუარა. მოუარა, სანამ ყველაფერი სულ ერთი არ გახდა მისთვის. არაფერი არ არის იმაზე უფრო საშინელი, ვიდრე ქალი, რომლისთვისაც ყველაფერი სულ ერთი. ემდე ჩემრჩევას დათო. მოგბეზრდა ქალებს რა ეს ლიკინეს, სიტყვის ბრახაბრუხი ეს გრძელ-გრძელი სადღე გრძელოები. რაინდები მოგვენატრა, აშკაცები, ხო? რატომ მოგვანატრეთ ქალებს, ქალობა, იქეთ რომ გაგვიხდით საპატრონო, რატომ? ცოტანი ვარ, ცოტანი, ჩემს ველის.
კარგი ბატონო. მე თუ არ მოგწონარ, არ გიყვარო, ეწავა. მაგრამ იცოდე. ამას რომ რამე აწვენინო, თვალებს ამოგკაცრა. წავედებელს. ეს რა თქმა უნდა. სად დადიხართ? სად? რატომ ჯიუტობთ? ეს ხა გვაკლდა, ახლა კარდაკარ დაგეწყოთ სიარული. დააბრუნდით, ნანი, დააბრუნდით. სამსახურს მიხედე, შენი უფროსი შემხვდა, პროექტი აქვს დასამთავრებელიო. რას ფიქრობ? პროფესია შეიძინე და ახლა რა შვები? ივიწყებ იმ საქმეს, რომელიც ასე გიყვარდა? აი ერთხელ თუ გაწყენინა, მერე შეეჩევა. გაგდედებას ჭუაზე მოდით გიჩევნიათ. ნანუკა ნანა შენი ჯირი მე რა მიშველი რამე სულ ამეხარდა და ამეხარდა ცოტა გადამჭე შენ შემოგელი თუ დავიტანჯე დედა როგორ აქ არეულა ნანა ამას რატო დგავთ ესე შენი ჯირი დიდგა ხوار გეწყინე ამეებს დავაფეთო ხო წალი აკუჭებს ამას ესე დინიო არ დაიღალე მეტა შენ დამსგავსებოდა ჩემი შვილი მეტი რა გამიჭირდა დედა და ტენა დაურეკეთ რა მე დაურეკო თქვენ მე იქნებ ბოდიშიც მე მოუხადო დღეს ბუფეტში შემხვდა ისე გამიარა თითქოს ჩემაგივრად ცარიელი ადგილი დაინახა არც მომესა რა თქმა უნდა მე ურჩხული ვარ მხეცი მე და გენახა რას გაქვს ჩამობნარი თვალებს ჩაშავებული სამაგიეროთ და მოუკიდებლობას ინარჩუნებს ამაყია ისე რა უთხარი მაგის უტვინო თავს 4 წელი კოოპერატივზე ფულს ვაგროვებთ 900 მანეთი ვალი დამედო ჩემ სამსახურში მოვაწყე და რითი გადამიხადა იმ ლოთზე იმ ურჩხულზე გამწვალა იმ მუსუზე ერთი წება სოციალური მიატოვა ბათუმში. იმაზე გამწვალა მე საკუთარი დედა. დედა და დენა ხო თქვით რომ უყვარს. უყვართ არაერთ. ვიცი ჩვენი სიყვარულები. პირველია მაგისთვის და ხო გესმის ქალი ხარ, რას ნიშნავს პირველი კაცი? თუ უყვართ მოიცა. ეს დღეს უყვართ, ხვალ რა იქნება? იდეალებს რო ებღაუჭებით ცხოვრება ბევრად ფორთულია. შენ გონია დათო არ გაგიმძარებს ცხოვრებას. მაგასაც მოესწრებ. შენ გონია სულ აი ასე იქნებით. ასე მარტო კინოში ხდება დენაცვალი. რა მარტო კინოში ხდება და თუ შეიძლება გადავდოთ საუბარი.
შენ ნუ გწყინს, ნანუკა. მე დედაშვილურად გავფრთხილებ, რომ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. საკუთარი შვილი რომ მაგას გიზამს, სხვას რაღა უნდა მოსთხოვ. 2 წელიწადი დადიოდა ჩვენთან თამაშჯაში. არ იცნობ თამაშჯაშს? დედა რა ბიჭია, რაღაც გადასარევი. აი, ბამბანერკები და ყვავილების გარეშე არ შემოვიდოდა ჩვენთან. იჯდა და ასე თვალებში შესციცინებდა ჩემ გოგოს. ხელის თხოვა, თანხმობაც მიიღო. უცებ, როგორ გაცვალა ერთ კვირაში ეს გადასარევი დადებით პიროვნება იმ ურჩხულზე. სამსახურში რომ შემოდიოდა ჩვენთან განყოფილებაში. ჩემო საყვარელო სიდედრო ასე მე გავხდა და უცებ ეშმაკების დესანტივით არ დაგვაცხრა თავს ეს ქვეწარმამალი ერთ კვირაში გააბრუა გოგო. პირველად ვარ მოვიდა დასაძინებლად. დედა კინაღამ გავკიშდი. ქვეყანა შევძარი. მილიცია ხანაგები მეგობრები ყველა ავაფორი აქე. თელი ღამე არ მეც. ის დილით მოცუნცულ და იმ ბოროტ მოქმედთან ერთად მეუბნება ხელი უნდა მოვაწეროთ. ელოდონ პასპორტი გადანახული მაქვს. კიდე დედა დაკენებას ამიშურა. თამაშჯარზე გავათხოვეთ მაინც. აი პრინციპის გამო თამაშჯარზე უნდა გავათხოვო. ხო. აი მე თვითონ გამოვასწორებ მაგ შეცდომას. ნახავ. ეს ხო ძალადობა მე. ძალადობა? ნუ ერთი ამას. შენ იცი როგორი ბავშვი იყო ეკუნა? ძვალი და ტყავი. აი რო შეგებერა გადავარდებოდა. აბა ძალა რო არ მეხმარა და ძალათი არ მეტენა მაგის პირში ვიტამინები და არ მეჭმია დისტროფიით მოხდებოდა. კი? ეგეც ძალადობა. რაღაც საოცარიული. საბავშვო ბავშვი სკოლაში, მუსიკაზე, ინგლისურზე არცად არ უნდა სიარული გაგიშდი. აქსად, სულ ძალათი დავათრევდი. იმიტომაც არის ახლა ის ნასწავლი და ჭკვიანი და მე უვიცი და გაუნათლებელი. აბა ძალადობა. კი? ფეხზე დავაყენე, ფეხზე. მე მარტო ხელა ქალმა. ძალადობა რო არ მეხმარა მაგისი ბურდღარ იქნებოდა ამ ქვეყანაზე. ბეჭი. მართლა უნდა მინება ლოგინზე. ბაწრით, მე ყველაფერი მოგვარდებოდა. 3 დღეს იტირებდა და გაუვლიდა. 3 დღე ტირილი არ ჯობდა მთელი ცხოვრების გამწარებას და ჩაშამებას. მე დედა ვარ. ჩემზე უკეთ არავინ იცის რა ჭირდება ჩემ შვილს. თამაშჯაში ჭირდება. ხო? იმას, საზიზღარს, იმას ჩემი ხელით გავწიწყნი შუაზე, აგერ ნახავ თუ არ გავწიწყნი. დედა ტატენ ვიღაცა გეკოხინდა. არა, გეჩვენება. ესე იგი, შენი ვაჟბატონი ძალიან იგვიანებს. რაღაცა სიამოვნება აქვს სამსახურში. იცით ჩვენ მაგათი უსიამოვნებები. დედა მომიკვდეს და სადილი დამჭერდალზე. რამბებია სამსახურში. კარგი არაფერი. მომბეზდა. ერთხელაც იქნება მივაფურთხებ ყველაფერს და მამაჩემივით ფოტოგრაფობას დავიწყე. on უფრო ჭკვიანად მოიქცე. ფულიც მექნება და გაიგე. გაიშენჭი. აბა რა ქნა რა. ბავშვი სამშობლოდან სად მივიყვანე? აქ ტატიანას და 9 კილო პორტოხალი ვერ მიყიდია, შენთვის ყველაფერს ტატიანას ვაბარე. რაღაცა გამოსწორდება. მიშლი მიროცა, გაწმენდა, შენ მიჭირი. ნანა! გამარჯობა დათო. ნანა, ეკუნამ დამირეკა. რაღაცა მოვიდა, უსიამოვნება რაღაცა. მე დამირეკა, გესმის, დავჭირდი. ღმერთო, სამართალი ხო არის ქვეყანაც. მე დავჭირდი, გესმის, უნდა გავიქცე. თქვენი ძრი მე ხო გესმის. ჩემთან და გადმოვიდეს და ხვალე დაგიცლით ბინა. ბავშვებო, თქვენ გენაცვალ. ხვალ გეწყინება. აბა ბეწავედი, შენ მიჭირი. ესეც ჩვენი ნაკირავები.
ხალხს ვეღარ უყურებ თვალებში. რა გჭირს საიმისო, რომ სხვის ჭერქვეშ არ ყოფილიყავით. ახლა ისევ გარეთ ხართ. არ შეგიძლიათ მარტო ცხოვრება და ტყუილად თავს ნუ გამოიგებ, შვილო. ჩემზე არ იფიქრო, მე კარგად ვარ. ფეხზე ვარ უკვე. თავს მოუვარე და საქმეს მიხედე. რა გინდოდათ სხვის სახში, რას მაწვალებთ ამ ბებერკა? ძალიან დალაგებული ხარ არა? სხვადასხვაშია მე. მე ჩავარე და დავადგე. რა ჩავყავ? სასისკი. ჯერ ესეთი სასისკი კი არა, სოსის. მე არ გაგითავდა ეს სასისკია თუ რაღაც უბედურება. აბა რა ვქნა, წოდი შეგიწვა? ხოდაშურის მეც მშიერი ვარ, დირდნენ ლუკმა არ ჩამსულია პირში. ცელოფანიანი ჩაყარე არა, ესეც ვიცოდი. ჩემი მოგონილი არ არის ეს ცელოფანი ბატონო. ალბათ ასია საჭირო. ლექცია წამიკითხა, მაგრამ როგორ უნდა მოიხარშოს სოსის. მოხარშვის შემდეგ ცივწყალში გავავლევ და მოძრება. ძალიან საინტერესო მეთოდია. ვინ გასწავლა მეტად. როგორ მინდოდა ცხოვრებაში ერთხელ წესიერად მესადი და რატო? ოდიში თუ ვერ გასიამო. და თუ რატო არ გესმის შენ მე? ყველაფერი კარგად მესმის და ძალიან თხო მუგაყვირი ამ თელ ქუჩაზე. მეც წავიკითხე ეს დედაშენის გამოგზავნილი ბროშურა და მესმის რომ შობიარობის შემდეგ თურმე იწყება ეს ნერვოზები და ფსიქოზები. მაგრამ დედაშენს ჯობია მაგ ბროშურების მოწოდებას მოვიდეს და ბავშვის გაზრდაში მოგეხმაროს. დედაჩემ საერთოდ თავი დაანება და არ გავიგებია. სიხები ხართ ორივე. გეყოფა ახლა. გეყოფა ნუტირი. ნუტირი გაგიჟდა ბავშვი ხო ხედა? რა გინდა? აი ამიხსენე რა გინდა? რა შენს მეტი ბავშვი არავის არ გაუჩენია რაღაც? თუ ორდენი მოგცეთ ახლა ბავშვი. გაჭერდი და დათო ნანა დამანებე რა თავი არ ვიცი არ შემიძლია მე ასე ცხოვრება მოიფიქრე ბატონო თუ შეყავით თავი უღელში კეთილინებეთ და მოითმინეთ წამოდი გესმის ახლავე წამოდი სახლში
მე ხომ იდიოტი არა ვარ გურა. ხომ ხედავ ამ ცვლილებებს გას. ისე ვიჩხუბეთ? აი რატომ უნდა ვატყო ანის ან საკუთარი თავი? აი წუთს ვერ ძლევდი მის გარეშე. სამსახურიდან გიჟივით მორბოდი სახლში ისე მენატრებოდა იმ 8 საათის განმავლობაში. ახლა მის გარეშე და ჩვენივრად ვგრძნობ თავს და მიხარია კიდეც 3 თვით რომ გზავნიან მივლინები. გზავნიან არა მივლინებაში 3 თვით. არ შემიძლია ამ თავის მოტყუება. აი ნაზი და შეყვარებული ქმრის როლის თამაში. აი რა მოხდა მაინც რა შეიცვალა? ეთქობა ეს სიყვარული თოთო ბავშვივითაა. ყოველდღე უნდა აჭამო, ასვა. თორემ მოგვდები, ყველაფერი მას უნდა შესწირო. მე კიდე აღარ შემჭა ეს უნარი, არ ძალა, არც უნარი რომ ამ ნიუანსებზე ვიმტრიო თავი. ბიჭო, წამით დავფიქრდი. აი როგორ ცხოვრობ მეთქი. რა? ამა ჩემი 3 თვე არ მინახავს. ამ ხანაგებს საერთოდ ვეღარ ვხედავ. და დედა ჩემს თვეში ერთხელ თუ დაურეკავ, ისიც მე თუ დამჭირდა რამე. ოჩახ. წიგნი ვერ წამიკითხია ბოლო წელიწადში. თეატრში ვაპირებდი წასვლას. ვერაფრით ვერ მოვახერხე. მე ზაგიყვანე. რატო თქვი ყველაფერზე უარი? ნანის გამო? და ვისაბრალებში ყველაფერს არ მესმის. საქმეც მაგაჟია რომ არავის და ვერც ვერავის ვერ დავაბრალებ. ნანი ჩემზე კარგად გრძნობს ამას და უფრო მეტად განიცდის. მუნჯები დავბოდიალობ თელი დღე ოთახში და ხმის ამოღების გვეშინია. ერე გროვდება ახალ-ახალი ტყუილების გროვა. სულ უფრო და უფრო ვაღიზიანებთ ერთმანეთს. ადრე, რა ვიცი, ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო, ყველაფერი მომწონდა მისი. აი სიცილი, ცხვირის აბზუებაც, გრამატიკული შეცდომები. ეხლა არ ვიცი. ყველაფერი მაღიზიანებს. საიდან მოვიდა ეს სიყალბე, სიცივე? ნუ თუ ყველას ასე ემართებ. შეავსე შე. მე უკვირდი ქმრები რატო ლოთობენ. ოცოლები კი ღალატობენ. აი ჩემთან სამსახურში ერთი ამბობდა. კაცს ვერ ვაწყენინებ. მაგრამ აი ერთი ადამიანი არსებობს, რომელსაც საკუთარი ხელით გავგუდავდიო. ცოლზე ამბობ. ცოლზე ამბობ. მე შეიძლება აქამდე დავიდეს ადამიანი. მოიცა. არაფერი თქვენ შვერის უცნაური არ მოხდარა. თქვენ ჯერ ახლა ეჩვევით ერთმანეთს. ეს მტკივნეული პროცესია შენც იცი. სხვადასხვა აზრდა, ინტერესები, წრე. ადრე რატომ იყო ყველაფერი სხვანაირი? არ ვიცი. არ ვიცი. აი მე ერთ დასკვნამდე მივედი. აი ცოლი. აი თვითონ უნდა შექმნა. აი თვითონ მე რო არ გაგიკვირდეს ვისთან ერთად ცხოვრობდიო. კი მაგრამ საიდან უნდა შექმნა? საკუთარი ნეგნიდან? აი უნდა იპოვო ერთი პატარა სიმპათიური გოგონა და შენს ჭკუაზე უნდა გაზარდო. უნდა იპოვო ერთი პატარა სიმპათიური გოგონა, შენ ჭკუაზე გაზარდო, გაიზრდება და სხვას გაყვება. არა. აი უშენოთ უკვე ვეღარ გაძლებს. ბარემ ისიც თქვი სად უნდა იპოვო ეს პატარა გოგონა, საბავშვო ბაღში? მე შენ ნაღწგეობნები და შენ. გურა. იცი რა მაინტერესებს? აი მე რომ მოკვდე. მართლა გეუბნები? არა. კარგი გეყოფა. აი რომ მოკვდე. აი მაინტერესებს თუ გათხოვდები. არა 1-2-3 წელიწადში თუ გათხოვდები. შეღვარებული ვის არ ყოლია
დავჩები რა შენთან. მერე ნანი არ ინერვიულებს? რა ვიცი, არა, მიხვდება რომ აქავა. გვეცოდნენ. კი ბატონო, დარჩი. აი ტაღზე გაგისულ ოგის. მოგზანდით. აი, ვაშკაცი არ გზანდება. ხედა. ისე. მე მოვალ მალე. პირებდი დაძინებას. მე რა დღეში მოგდებდი. გახსოვს? შენ ერთხელ მითხარი. ყოველთვის მურწფელად უთხრათ ერთმანეთს სათქმელია. ყოველგვარი კომპლექსების გარეშე. ასეთი გულწრფელი და პატიოსანი თუ ხარ. რატომ არ ვეტყვი რომ მეგივიდა? აღარ გიყვარდა? თუ მითხარ. მითხარ და მოვიფიქრებ რაღაცას. თუ ასე კუჩა უნდა იარო და იწუწუნო. ეს რა დღეში ჩავარდიო. გურამისგან ემირჩევას. შენი მეგობრებისგან გინდა გაიგო მე კარგი ვარ თუ ცუდი. რაღაც დადიხარ. რაღაც დადიხარ და რაღაც წუწუნე. გადაწყვიტე. ხო, გადაწყვიტე. ვეშკაცერე ხარ? გინდა. ჩემით წავიდე. ხო? რომ მე ყველაფერი მნეგად მომაბრალო. ჩემი რა ბრალია თვითონ წავიდაო. მოგეშინია დათო, მაგასაც მოვისწრები. შენზე ნაკლებით ამოყარება არ მაქვს. ხმადე კიდე წამოდი. მოლაპარაკებ ხალხს. გურამ. მე სამი თვით მივდივარ მიულენებაში. ასია, შეირთავენ ცოლს და აღარაფერი ეკითხებათ. ამას ველოდი დათოსგან? თუ წასვლა გინდა იქნება ასე სჯობდეს შვილო. მაგრამ იცოდე მე გული მტკივა რომ ასეთი სუსტი აღმოჩნდა. არა ბატონო, ჩვენ სხვა ახალგაზრდები ვიყავით. მეტი პასუხისმგებლობა გქონდა. სინდისი გაგვაჩნდა. შენ დასვენება გჭირდება ჩემო კარგო. დაღლილი ხარ. ადიქი და წადი დედაშენთან. გესმის? ჩემო სიცოცხლე, ერთხელ ცხოვრობთ ქვეყანაზე. ამიტომაც დრო უნდა ატო. გაიგე, ბაცო, ნანა და
დათო შორდება. ესე იგი წასვლას აპირებ. რა ვქნა მე რა გითხრა დათონი არ ვიცი. სამწუხაროდ ადამიანებს უჭირთ ერთმანეთთან შეგუება. ერთჯერ ქვეშ ცხოვრება. შეუთავსებლობა. შერომიცოდა ჩემო დათონი. თვით კოსმონავტების ეკიპაჟებსაც კი საგანგებოდ ირჩევა ხოლმე. მათი ფსიქოლოგიური თუ ინტელექტუალური მხარის გარდა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენ წარმოიდგინე კანის მიკროფლორასაც კი. მასინად ერთი შუახნის ქალთან ერთად მოხვდი ლიფტში. რატომღაც წარმოიდგინე რომ ირგლივ ყველა და ყველაფერი გაქრა. მარტო ჩვენ ორნი დავჭიტავ დაცარიელებულ პლანეტაზე. ხოდა მაშინ თვით მაღალ ღმერთსაც რომ ებრძანებინა ჩვენთვის ადამიანთა მოდგმის გაგრძელება ვერ მოვახერხებდით ამას დათუნი ჩვენ. ვერ მოვახერხებდით. ეს არ მოხერხდება რატო? უსიყვარულოდ. ნუ დედა შენი შვენიერი ადამიანია. ორი წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად. და ერთ შვენიერ დღეს ჩემო დათუნი ყოველგვარი ნერვიულობისა და დაძაბულობის გარეშე დავსხედით წყნარად. გულწრფელად გამოვიყიდით ერთმანეთში. ჩვენი ერთად ცხოვრება ყოველად შეუძლებელია. არ მოხერხდებოდა ჩვენი ერთად ცხოვრება. უსიყვარულოდ დათო. ჩვენ უფრო მეტ ტანჯასა და წამებას მოუტანდით ერთმანეთს. მე ყოველთვის ვცდილობდი შენ არ გეგრძნო უმამობა. რაც მართალია, მაშინ დედა შენიც მიწყობდა ხელს კი, მეხმარებოდა. მაგრამ მე მგონი ხედავ შენ. დღეს ჩვენ ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. არ ვიცი დათონი, არ ვიცი. რაგი გადაწყვიტე წასვლა უნდა წახვიდე. შენ უკეთ იცი ეს. რა მინდოდა მეთქვა კიდევ შენთვის. ძალიან კარგი გოგოა ნანი. დამიჯერე, დათონი დამიჯერე, მე ამაში არ ვცდები. ამ ფოტოობიექტივში იმდენი ხასიათები და იმდენი სახეები მაქვს შესწავლილი, რომ მე ამაში იშვიათად თუ შეცდები ახლა. და რატომღაც მგონია დათონი, რომ თქვენ შორის არ უნდა მოხდეს სწორედ ეს შეუთავსებლობა. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არ დამიჯერებ, ჩემო ნანი და წიგნის კითხვასაც ვეღარ ვახერხებ. უბრალოდ არ მწარია. ასე მეგონა სიბერის მოახლოება, სიმშვიდეს, რაღაც უშფოთელ ცხოვრებას გულისხმობს მეთქენ და პირიქით. საზრუნავს და სამშობლოს. უფრო მეტია, უფრო მეტი. გამოგვიძება ხოლმე ხანდახან შუაღამისას. აი მაშინ ვცდილობ ხოლმე წიგნის საკითხვას. სურვილი მაქვს რომ რაღაც გამოვეთიშო ყველაფერს. ვერიკო ისე სანტოფოში დავაწვინე. ხო, ასიანანი ასე. სულ უფრო რთული ხდება ცხოვრება. რთული. მე ვერიკო დავაწვინე სანტოფოში და ეს ხომ თქვი უკვე. მოგწონს ნანი? ახალი ნამუშევარი.
ძალიან კარგია. არაფრით არ მესმის რომ გამოცვალა ასე. რა ხდება ისიც? ვერ გავიგე. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი. ვერ დავუშვებდი რომ დათო. სასაცილოც კი. ერთი რამე ვერ გავიგე. რატომ არ ესმის? რატომ არ უნდა გაიგოს რომ მე ბავშვის გაჩენის შემდეგ არ შემეძლო ისეთი დაგჩენილიყო? რაღაც პერიოდს მთლიანად ბავშვს ანდობებს ქალ. არ გამოდის ეს ყურადღების გაყოფა. ყველაზე შეურაცხყოფელი, ყველაზე აუტანელი ცით რა არის? ვიცი რომ ეს ძალიან დიდი ხნის ცდუბილი ჭეშმარიტებაა და ახალს არაფერს არ ვამბობ. მაგრამ სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ცოტა. მან ხომ არ აზვიადებ ყველაფერს. ხშირად შეყვარებულებია ეს რომანებს ხშირად ტრაგედია დაგწევ. არინანი კარგი. ვერ ვიტან ხოლმე ცრემლებს შემიძლია. არ დამშვიდი. არ გიხდება შემცრემლებინან. დამშვიდი. ეს მაშინ. არაფერი. სამი თვითმილი სადაც გადაკარგული. უნდა წავიდეს, ნანი, წავიდეს. დამიჯერე უკეთესიც იქნება წავიდეს. თქვენ ახლა გჭირდებათ ნამდვილად დრო იმისათვის, რომ დასხდეთ ცალ-ცალკენ, მოიფიქროთ, მოისაზროთ, დასწონოთ ყველაფერი. და ისე გადასვიდოთ რაღაც მიხვიდეთ ჭეშმარიტებამდე. უკეთესია ასე. წავიდეს, დამიჯერე. მე ბოდისკი ვიხდინანი, რომ ამდენ მორალს გიკითხავ. და ჩეოდარიგებას რო გაძლევ. ნაპატიან ისეთის. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში არავინ არ უნდა ჩადიოს თქვენანი. არც დედა, არც მამა, არც ბაბუ, არც ბებია და არავინ აბსოლუტურად არავინ. იმიტომ რომ თქვენს ურთიერთობაში არის რაღაც ისეთი წვრილმანები, ისეთი რაღაც ნიუანსები, რომელიც მხოლოდ თქვენ იცით. ჩვენავის შესახებ არაფერი. რატომ უნდა გირჩიოთ ჩვენ? იქნებ ეს უარესეს იყოს. ამაზე უარეს. არა, თქვენ უფრო იცით თქვენი საქმის. ასე რომ წავიდეს ჯობია. ხო. წინათ 3 დღით დაშორებაც ტრაგედიად მიგვეჭდა. ვიცი, ყველაფერი. მაგრამ ამჯერად დამიჯერე. მე ასე უკეთესი იქნება წავიდეს. და მინდა გითხრა ერთი რამ კიდე. დათო ჩემი ერთადერთი შვილია. მერიკოსთან მე შვილი არ მყავს. მე კარგად ვიცნობ დათოს. მეც ვიცნობ. და მინდა გითხრა რომ არ არის დათო ცუდი ბიჭი. კარგი ბიჭია. და რაც მთავარია ძალიან უყვარხარ. ისე უყვარხარ რომ თუნდაც არ აქვს წარმოდგენა. თვითონაც არის სამი შესახებ. ისე უყვარხარ. გავუშვი და წავიდეს მივლინებაში. ვიფიქრებს იქ. ხო. ნაპატიეთ. ვარქინა, როგორ გაკეთება აქცხვენია. დაახლოებით 1 თვეში დიპლომის დაცვა. მე ისე გამოვიდეთ. როგორ ასაქმე? მომზადებული ხარ? ალბათ. ხომ არ ღელა? მაგისთვის არ ცხელა.
ახლა შეიძლება უკეთესიც იყოს ნანიკო. მთელი ყურადღება გადაიტანე დიპლომისკენ. იმან იგი ფიქრს ხარ. ბავშვი უნდა მომეყოთ. აუცილებლად. ისეთ რამ ხელა გაიზარდა. შეჭირე. აბა. დარგი. ბატონო ხოელისო კარგად არა არ დაურეკავს დედა ჩემი რაღაც წვეულებას მიხდეს დიპლომის დაცვასთან დაკავშირებით ხო იქ მიდი მალე მოვა გისმენთ რომელი ხარ გურამ გამარჯობა გმადლობთ კარგად არა მეთქი არ დაურეკავს მოიცა ალო დიახ გისმენთ ალო გისმენთ ალო ალო დიახ თბილისია არა ეს 57-ია დედა მე არ მოვდივარ არ შემიძლია ბავშვს დაჭამე და დააძინე ხო ერთი წუთით ქარიშვილო ან წუთას ღმერთაჩო ნანი ღმერთს გიგიცანი იჯი ბარემ გადაგიღებ კიდეს რამდენი ხანი აღარ გადამიღია შენთვის სურათი დიდი ხანია ახლა კი ნამდვილ პორტრეტს გაგიგეთებ ნანი მე მინდა დიდი ბოდიში მოვიხადო შენსინაშე უბრალოდ ვერ მოვასწარი მომელოს ნაშენთვის დიპლომის დაცვა სწორედ მტყებში გარდაიცვალა ვერიგო ხო აბა თავისუფლად დაჯექი შემჯერიმე თავისუფლად ასე ну ხარ დაძაბული ოდნავად წინი გადამაღლა აი ასე ნანი
მე ვამჩნევ რაღაც ცვლილება მოხდა შენში. თვალებში რაღაცა სევდა მიმატა. ამშვენიერია. ძალიან კარგია. და საერთოდ რომ იცოდე ნანი, ძალიან საინტერესო სახე გაქვს. დაუჯერეთ მოხუც, დაუჯერეთ. ჩემი ცხოვრების მანძილზე ამ ფოტოობიექტივში იმდენი სახეები და იმდენი ხასიათები მაქვს. ნანახი რომ მე არ შეცდები ადამიანის გამოცნობაში. თუ მინდა ახლა გამოვისწრაფ. გეტყვი პირდაპირ სიმართლეს. მე შენ სახეს ვკითხულობ სევდას. იმედს და თანაგრძნობას. მადლობთ, მარი. მადლობთ. მენ ძალიან კეთილი გოგო ხარ. ძალიან კეთილი გოგო. ბაბათი რამდენს ვაფარებ, ხო? გადაგადარեցი პირდაპირ. ვიცოდე. ძნელია მარტოობა. ეს ძალიან ძნელი. ერთხელ ჩემონანი ვერიგო გაემგზავრა მოსკოვს. დაახკავს იქ გათხოვილი. და ჩემოსთვის დღეს გავედი სადგურზე. გავედი 2 საათით ადრე, იმიტომ რომ სახში ვეღარ გავზედი მოუთმელობა შემეპყრობილა. წვიმდა დღეს კოკის პირულა პირდაპირ. დაიგენა მატარებელმა. არ ჩამოვიდა. ვიცი როგორც იქნა ჩამოვიდა მატარებელიც. სად არის ვერიგო? არ ჩამოვიდა. თურმე და გეხტომი ავად და ვეღარ მოასწრო ჩემთვის შეეტყობინებინა ყველაფერი, მაგრამ რომ იცოდე ნანი იმ დღეს მე რა წარმოვიდგინე. მიუხედავად იმისა, რომ მე გეფიცები ეჭვი არ მეპარებოდა მის სიყვარულში, რაღაც საშინელი, რაღაც შავი გრძნობა გამიჩნდა და მე გამწავდი და აღარ წარმოვიდგინე მე იმ დღეს. მე მახსოვს ტრამვაის ვაგონში აღმოჩნდი. ხოდა მართალი გითხრა შემწვა. ჩემი თავის ხმამაღლა დამიწყია ლოცვა. ღმერთო შემსახელის ჭირიმე უვნებელი და ცოცხალი დამიბრუნე ჩემი ვერიგო მეთქი. და რას მიქვია მართლაც ეჭვი, როცა ერთი ხავს ქვეყანაზე და მის გარეშე სიცოცხლე არაფრით არ შეგიძლია. ღმერთო შემსახელის ჭირიმე ოღონდ უვნებელი და ცოცხალი დამიბრუნე ჩემი ვერიგო. სიცოცხლე, სიკვდილო, ოკეანე. ჩემს გვერდით დაპყო. ჩემი ვერიგო მეთქი. ბაბათი, ჩემონანი მე ყოველი ვიანას იმიტომ გეუბნები რომ არ შეიძლება მარტოობა, ძნელი მარტოობა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გაუფრთხილდით. სიყვარული თოთო ბავშვით არის. თუ არა ჭამე მოკვდება. მე და შენი ურთიერთობა ხომ ისეთივე საჩუქარია, როგორც პატარა ეკუნა. ხო ადამიანები ძველ უვარგის ფულე ინახავე. მე და შენ რას ვაკეთებ?
სულ მახსენდება. აი ეს ღამ გემზე გახსოვს? მოგწო. დედა. ძივა. ნუ მართლა არ მჯერა რომ შენ არსებობ. მე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ მე და შენ შეგვეშინდა უბრალოდ შეგვეშინდა დათო შენ გესმის რომ მე და შენ შეიძლება არ ყოფილიყავით ერთად მაგრამ არ შეიძლება. არ შეიძლება. დასასრული. ან დასაწყისი. სპექტაკლი მოამზადეს. დოდო ლორდ-კიფანიძე, რეჟისორის ასისტენტი. ტელეოპერატორები სოზარ ჩართოლანი. ვალერი ლომინაშვილი. სოსო გულბანი. მალხას ვახტანგიშვილი, ხმის რეჟისორი. მზია დათუნაშვილი, მხატვარი. დათო ტურიაშვილი, მუსიკალური რედაქტორი. რეჟისორის თანაშემწეები მარინე კევლიშვილი, ჟუჟუნა ლეჟავა. ხმის ოპერატორები დათო შარიქაძე, გიორგი ბითაძე. ვიდეო საანკროს ინჟინრები ნინო მეგრელიშვილი, თინათინ გიორგოვიანი. ტაისია ივაშჩენკო, მხატვარი გრიმიორი. იური ტერტერიანი, მხატვარი ფოტოგრაფი. როლებს ასრულებდნენ ნანი ჩიქვინიძე, დათო კვირცხალია, რევას თავართხილაძე, ნათელა მახალდიანი, ლია კაპანაძე, ვახტანგ სულაქველიძე, გურამდა გაბუნია, ვანო გოგიტიძე,
პაატა ბარათაშვილი. ხათუნა იოსელიანი. ლანა კვირცხალია. დამდგმელი რეჟისორი კეთი დოლიძე.